დღეს საქართველოში ყველაზე მწვავე პრობლემა ადამიანების უსაფრთხოებაა. ბოლო დღეებში თბილისში მომხდარმა თავდასხმებმა, არასრულწლოვნის მკვლელობამ, ბათუმში მომხდარმა შეიარაღებულმა თავდასხმამ, განსაკუთრებით ბოლო 1 წლის განმავლობაში მომხდარმა მძიმე დანაშაულებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქვეყანაში უსაფრთხოება მოშლილია. სულ უფრო მეტად ემსგავსება ქართული ოცნება ქურდულ ოცნებას საუკეთესო რუსულ ტრადიციებში, სადაც კანონის ძალას ანაცვლებს კრიმინალური გავლენები, ხოლო სამხელმწიფოს სიმკაცრე მიმართული არის არა დამნაშავეების, არამედ პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტების, აქტივისტების და თავისუფალი აზრის მქონე მოქალაქეების წინააღმდეგ. როდესაც სახელმწიფო წლების განმავლობაში ქმნის დაუსჯელობის განცდას, როდესაც საზოგადოებაში არსებობს კითხვები კრიმინალურ სამყაროსთან შესაძლო კავშირებსა და მის პოლიტიკურ გამოყენებაზე, როდესაც არსებობს კითხვები პენიტენციურ სისტემაში ქურდული სამყაროს გავლენების გაძლიერების შესახებ, საბოლოოდ ზარალდება ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი და ძლიერდება ორგანიზებული კრიმინალი. ეს უკვე აღარ არის ცალკეული ტრაგედიები. ეს არის სისტემური კრიზისის ერთიანი სურათი, სადაც ხელისუფლებამ დაკარგა დანაშაულის პრევენციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და კანონის უზენაესობის ეფექტიანი კონტროლი. 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი მხოლოდ მკვლელის ტყვიამ არ იმსხვერპლა. ის სახელმწიფოს გულგრილობისა და სისტემური უმოქმედობის მსხვერპლის გახლავთ. ამას შეეწირა ასევე, ეს არის პოლიციის და შესაბამისი უწყებების უმოქმედობა, როდესაც ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირს სახლში ჰქონდა 3 გაფორმებული იარაღი, მას შეეძლო თავისუფლად გადაადგილება და ამ ინფორმაციას ფლობდნენ სამართალდამცავი უწყებები. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო, სადაც კანონი მართავს ქვეყანას და არა კრიმინალური მენტალიტეტი. ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს გადააქცია რუსული მოდელის ქურდულ ოცნებად, სადაც ხელისუფლება საკუთარ ძალაუფლებას ინარჩუნებს სწორედ კრიმინალური გავლენების მეშვეობით. უსაფრთხოება არ არის ფუფუნება. უსაფრთხოება არ არის პრივილეგია. უსაფრთხოება სახელმწიფოს პირველადი და ძირითადი ვალდებულებაა და როდესაც ის ამ ვალდებულებას ვერ ასრულებს, მაშინ მან პოლიტიკური პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს. ქართულმა ოცნებამ ამ ქვეყანაში შექმნა მოძალადე სისტემა და სანამ ეს სისტემა არ დაინგრევა, სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა კვლავაც გააგრძელებს ცხოვრებას ტრაგედიიდან ტრაგედიამდე.